თბილისში ასათიანის 10 ნომერთან ხეების გაჩეხვას ამ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს. დღეს დილიდან მოსახლეობის პროტესტი სახე ხეების ჭრას მოჰყვა საინიციატივო ჯგუფის ნაწილი ტერიტორიაზე შეხტევას და აღნიშნული ტერიტორიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებთან გასაუბრებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ვითარების დაძაბვის შემდეგ შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებიც გამოცხადდნენ. ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის პროტესტს აღნიშნული ტერიტორიის მფლობელი კომპანიის ბიდი პროპერტის არქიტექტორი და გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგოლაძე გამოეხმაურნენ. ხეხილებს ჭრიან ნაძვის 70 წლის და უდააშენონ 50 საგნი 30 სართულიანები. რა ჩვენ აქ ირგვლივ ხაერი დამიწოვრო. შეიძლება ყველა საბუთი აბსოლუტურად მინისტრის რასაც ვაკეთებ კონფორცილებს ინვესტიციას, რომელიც ვალდებულებაც მოგაღებული, რომ პირველ ეტაპზე 13 მილიონი უნდა ჩაიდოს მშენებლობაში და მეორე ეტაპზე სადღაც 150 მილიონამდე, ასე რომ არანაირი პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან არ არის. ჩვენი რაც გქონდა აღებული საბუთები, იმ საბუთების მიტყვის მოქმედებით. ჩვენ ვიკისრეთ როგორც იცით გარკვეული მედიატორის როლი ამ პრობლემის მოგვარებაში. თხოვეთ და ეს დაინტერესებული მხარეები მოსულები იყვნენ ჩვენთან, ვისხედით მსჯელობდით რა შეიძლება იყოს ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზა. თუმცა საკითხი საკმაოდ პრობლემურია. არსებული მდგომარეობიდან რეალობიდან გამომდინარე, ეს ალბათ რთული იქნება ამ პროცესების უკან წასვლა და გარკვეული ცვლილებების შეტანა.